ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. მსჯავრს ნუ დაძდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი. მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ. კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში, რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ. იგავიც უთხრამათ. განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა. განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან. მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა, ვინც გაასრულებს, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს არ აგრძო. ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენ ძმას, ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეწვიო, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ. თვალთ მაგწო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ თუ როგორ უნდა ამოუღო შენ ძმას თვალიდან ბეწვი. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს, არ ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნო. ნარ ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლევს და არც მაყლოვანზე იკრიფება ყურძენი. კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს. ბოროტი კაცი კი ბოროტისაგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. რატომ მიწოდებთ უფალო, უფალო და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემ სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ, ვისაც აღგავს. იგი გავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძურა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი გავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის დანგრევა.